რა იწვევს menstrualuri ციკლის რაოდენობის შემცირებას და პირველ რიგში რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუ თქვენ აღნიშნავთ, რომ მაგალითად 25 წლის ასაკში გქონდათ menstruatsiya 5-7 დღე და დღეში გჭირდებოდათ მაგალითად 6 საფენი და ახლა ხართ 35 წლის და menstruatsiyis ხანგრძლივობა არის 4 დღე, საკმარისია 3-4 საფენი, ანუ აქ ადგილი აქვს menstrualuri გამონადენის გარკვეულ შემცირებას, მაგრამ თუ თქვენ აღნიშნავთ, რომ ეს შემცირება არის თანდათანობით მოხდა და ის არ მომხდარა ერთბაშად, დიდი ვარაუდით ეს შეიძლება იყოს ასაკობრივ ცვლილებებთან დაკავშირებული და ეს ფიზიოლოგიური, ნორმალური და ბუნებრივია. მაგრამ თუ თქვენ გქონდათ menstruatsiები თუნდაც 3 დღიანი, ან 4 დღიანი, ნორმალური რაოდენობით და შემდგომ რაიმე სახის ჩარევის შემდეგ, აი მაგალითად ან საკეისრო კვეთა გამოფხეკა, ან რაიმე манипуляция საშუალო სხეულში ჩატარდა და ამის შემდეგ მკვეთრად შემცირდა menstrualuri გამონადენის რაოდენობა, შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს ოპერაციულ ჩარევასთან. იმ სახით, რომ როცა ხდება საშუალო სხეულში ჩარევა, შესაძლოა ამის შემდეგ მასში წარმოიქმნას შეხორცებები, რომელიც იწვევს მისი კედლების ერთმანეთთან მიხორცებას და ამას ეწოდება აშერმანის სინდრომი. ეს შეხორცებები ხელს უშლის ენდომეტრიუმის ზრდას და ამასთანავე არ ხდება ენდომეტრიუმის ჩამოშლა. ან მისი ზრდა არის ძალიან მცირე რაოდენობით ჩამოიშლება ენდომეტრიუმი და ამიტომ menstrualuri გამონადენი არის ძალიან ცოტა.